მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოკლედ ვაგრძელებთ იმერული კერძების მზადებას. დღეს მინდა შემოგთავაზოთ მაჭყალა სოკო ნიგოში, რომელიც არის უგემრიელესი, მარინადი მქონდა, ეს წნილი სახით შენახული და ძალიან გემრიელი გამოვიდა და სცადეთ აუცილებლად. ეხლა უკვე სეზონი წამოვა და ახალი იქნება, მაგრამ ვისაც გაქვთ აუცილებლად გააკეთეთ ამ რეცეპტით და გამიზერეთ როგორ მოგეწონებათ. სანამ სოკოს მომზადებას დავიწყებდი, გახსნის შემდეგ დავტოვე გამდინარე წყალში დაახლოებით 10 წუთი, რომ ზედმეტი მარილისგან გაცლილიყო და აღარ ქონოდა მლაშე გემო და უკვე ადუღებულ წყალში გადავიტანე. პირველი წყალი ადუღებიდან გადავაქციე, გამოუცვალე, კარგად გავრეცხე და ისევ დავდგი, ავადუღე და უკვე შემდეგ გადავწყვრე საწურზე. ამასობაში გავარჩიე ხახვი, ასევე მწვანილებიდან გამოვიყენე ქინძი, დიდი რაოდენობით აყვავებული ქინძი განსაკუთრებით უხდება და ახალი ნიორი. შემდეგ უკვე ტაფაში გადავიტანე ზეთი, ასევე დავუმატე ხახვი და სოკო. ბლენდერში დავაბლენდერე ნიგოზი, ეს ახალი ნიორი, რამდენიმე კბილი და ეს მასა გადავიტანე იმ ტაფაში, სადაც სოკო ჰქონდა. დავუმატე მარილი, დაღერღილი წიწაკა გემოვნებით და კარგად ამოურიე. სულ ბოლოს დავაყარე უკვე მწვანილები, გამოვიდა უგემრიელესი და აუცილებლად სცადეთ თქვენც. ყველას ბედნიერ კვირას გისურვებთ, დროებით.